Ინტენსიური სამსახურის მიმდებარე ტერიტორია 27 იანვარს 18 საათზე იქნება მოვლენების მთავარი ეპიცენტრი, რადგან სწორედ ეს ადგილი გააერთიანებს იმ მოქალაქეებს, ყოველდღიური პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ორი სინდისის პატიმარი ქალის გადასარჩენად. საქმე ეხება ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერს. ერთ-ერთი მათგანი ანასტასია ზინოვკინა პროევროპულ აქციებზე დააკავეს 2024 წლის დეკემბერში, ხოლო რაც შეეხება ნანა სანდერს, ის სასახლის ღობის საქმის პირობებში არის დაკავებული. ორივე მათგანთან მიმართებით ამბობენ და აფიქსირებენ პოზიციას აქციის მონაწილეები. ისინი მკაფიოდ განმარტავენ, რომ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ზინოვკინას უჭირს გადაადგილება, მას აქვს ხერხემლის პრობლემები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დრო და დრო უფრო რთული ხდება, უფრო მწვავდება. ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვაწვდიან ინფორმაციას სანდერის შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად გამოდის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, უკვე 27 იანვარს გამართავს საპროტესტო აქციას ამ ორი ქალის მხარდასაჭერად. ხვალვე გამართავენ აგრეთვე ბრიფინგს ექიმები, რათა მოუწოდონ სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამ საპროტესტო აქციის შეერთების თვალსაზრისით. საბოლოოდ კი ყველა სფეროს წარმომადგენელი გაერთიანდება იმისთვის, რათა ამ ადამიანებს დაუდგნენ გვერდით და მათი პროტესტი საბოლოო ჯამში მივიდეს გამარჯვებამდე. ნანასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ 13 იანვარს, მივმართეთ სასჯელახსრულების დაწესებულებას, რომ ჩაეტარებინათ სპეციალური სამედიცინო კვლევები, თუმცა ამ დრომდე ერთი კვირის განმავლობაში მას არანაირი კვლევა არ ჩატარებია, დაუმძიმდა მდგომარეობა, არის შეშუპებული, აქვს ტკივილები, ხერხემლის თიაქარი და მისი განმარტებით 1 საათიც არ არის, რაც 24 საათის განმავლობაში ძილს ახერხებს. შესაბამისად, მისი მდგომარეობა არის ცალსახად მძიმე და საჭიროებს აუცილებელ სამედიცინო ჩარეულობას. ეს სწორედ ის შემთხვევა, როდესაც უკიდურესად მძიმეა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტყვეობაში, შესაბამისად, ჩვენ ვართ დღეს მათი ხმა გარეთ თავისუფლებაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გავავრცელებთ ექიმების განცხადებას, რომელსაც შეუძლია შემოუერთდეს თითეული ექიმი და გამოხატოს სოლიდარობა, ვინაიდან ეს არის ყველაზე ჰუმანური აქტი, რომელიც კი შეიძლება განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ექიმები არიან ჩართულები პროცესში იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს ძალზედ ესაჭიროება. ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ მიიღოს დაუყოვნებლივ სამედიცინო მომსახურება და იყოს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო პროცედურით. სამედიცინო მომსახურების არ მიწოდება პატიმრისთვის, რომელსაც ჭირდება ეს მომსახურება, არის გათანაბრებული წამებასთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ირღვევა მათი უფლებები, როგორც პატიმრების, რომლებსაც არ მიეწოდებათ საჭირო სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი სასწრაფოდ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში, ჩაუტარდეს ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა და მოხდეს მათთვის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში დატოვება. გონიათ რატომაც როგორც ჩანს, რომ ამ ქალებს არ აქვთ საზოგადოების სოლიდარობა. საქმე მიდგა მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე. ეს არის შეუქცევადი პროცესი, თუ მათ დაკარგეს ეს ჯანმრთელობა, უკან ვეღარ დაუბრუნებთ ჩვენ. ამ დროს საზოგადოება არის ერთიანი, პროტესტში ჩართული ყველა ადამიანი არის სოლიდარული ამ ადამიანების მიმართ და არა მარტო პროტესტში ჩართულნი და შესაბამისად დღევანდელი ჩვენი მიმართვაც საზოგადოებისადმი ემსახურება იმას, რომ აქციაზე გამოვხატოთ ჩვენ მხარდაჭერა ამ ქალების მიმართ, რათა გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ექიმები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მოკლედ საპროტესტო საზოგადოება ერთიანდება ახლა უკვე ნანა სანდერისა და ანასტასია ზინოვკინას გადასარჩენად. ამ ორი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დრო და დრო უარესდება, ამიტომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ როგორც ება შაშიაშვილისა და გარდა ამისა ნინო დათაშვილის შემთხვევაში ბრძოლამ გამოიღო შედეგი, არც ეს პროტესტი დარჩება და გაივლის პასუხის გარეშე, ამიტომ აქვთ ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ საზოგადოების ჩართულობა და აქტივობა საბოლოო ჯამში ამ ორი ქალის გადარჩენას, მოკლევადი ამ პერსპექტივაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით გამოიწვევს, ხოლო რასაკვირველია გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით აქვთ იმის სურვილი და მოლოდინი, რომ ყველა სინდისის პატიმარი გათავისუფლდება, ამიტომ ეს მოთხოვნაც უცვლელად რჩება დღის წესრიგში.